მოგესალმებით. მე დავით დოლიძე ვარ, საგზაო სამშენებლო ტექნიკის გაყიდვების წარმომადგენელი ბორუს ანკათში და დღეს განვაგრძობთ ქართულენოვან სერიებს კატისა და SEM-ის ბრენდის ტექნიკის შესახებ. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ კატის ექსკავატორზე, კერძოდ კი 323 მოდელზე. აღნიშნული მოდელი დიდი პოპულარობით სარგებლობს მოხმარებლებში, რომლებიც ზოგადი მშენებლობის, გზების, გვირაბების, ხიდების მშენებლობისა და ქვის საფრქვავი დანადგარებისთვის ასრულებენ სამუშაოებს. 323 მოდელის საექსპლუატაციო მასა 24 ტონა ნახევარს შეადგენს. რაც შეეხება გაბარიტებს, სატრანსპორტო სიგრძე 2.99, სიმაღლე 3.1, ხოლო რაც შეეხება სიგრძეს 9.5 მეტრს არ აღემატება. აღნიშნული პარამეტრების გათვალისწინებით ტექნიკა გაბარიტული ტვირთია და შედეგად დაცვის პოლიციის გაცილებას არ საჭიროებს. ისევე როგორც ამავე კლასში შემავალი კატის ექსკავატორები 320 და 320 GC მოდელები. კონფიგურაციის მიხედვით მომხმარებელს საშუალება აქვს ექსკავატორის მუხლუხას ბუნიკი, იგივე საცმი, სტანდარტული 600 მმ-იანისგან განსხვავებით 790 მმ-იანი აირჩიოს. ამ შემთხვევაში ექსკავატორის სიგანე 3.17 მეტრს მიაღწევს და ტექნიკა არაგაბარიტული იქნება. რაც შეეხება ძრავს, აღნიშნული მოდელი აღჭურვილია 6 ცილინდრიანი C7 და 1 თირ 3 ტიპის ძრავით, რაც 118 კილოვატს სინთლაგრეს გვაძლევს. იქნება გამომდინარე, რომ კატერპილარის ყველა ძრავა დატუნინგებულია სპეციალური აპლიკაციებისთვის, 323 მოდელის შემთხვევაში შემცირებულია საწვავის მოხმარება 20%-ით წინა მოდელთან შედარებით. გავამახვილოთ ყურადღება იმაზეც, რომ კატერპილარის ტექნიკას ამუშავებს კატის ძრავები. ამის გათვალისწინებით მომხმარებელი მარტივად შეძლებს ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში ტექნიკის სრული მომსახურება ჩვენთან ბორუს ანკათის სერვის ცენტრში მიიღოს. წინამორბედ მოდელებთან შედარებით 25%-მდე შემცირებული ხარჯი, ოპერაციული კუთხით 55%-მდე მეტ ეფექტურობას თავაზობს მომხმარებელს. აღნიშნული მოდელის წარმოება კატერპილარმა 2018 წლიდან დაიწყო და ამავე პერიოდიდან მოყოლებული ბორუს ანკათი მომხმარებლებს ბაზარზე კატ 323 მოდელს თავაზობს. ბაზარზე 6 წლიანი პრაქტიკის შედეგად შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ აღნიშნული მოდელის ძრავს პრობლემა პრაქტიკულად არ შექმნია. ახლა კი გადავინაცვლოთ ექსკავატორის წინა ნაწილზე, სადაც განთავსებული გვაქვს ციცხვი, მკლავი და ეგრეთ წოდებული ბუმი, იგივე გაფართოებული მკლავი. მკლავი აკავშირებს ბუმს ციცხვთან და ოპერატორს ეხმარება გათხრების სიღრმისა და სიზუსტის კონტროლში. მკლავის გაშლითა და უკან დახევით ოპერატორს შეუძლია დაარეგულიროს მანძილი ბუმსა და ციცხვის შორის, რაც შესაძლებელს ხდის, რომ ექსკავატორმა ზუსტად გათულ არეაში გათხაროს და აწიოს ტვირთი. ციცხვის მოცულობა 323 მოდელის შემთხვევაში 1.53 კუბური მეტრია. გათხრის მაქსიმალური სიღრმე კი 6.73 მეტრს აღწევს. მკლავისა და ბუმის ერთობლივი გათვლის შემთხვევაში კი სამუშაო არეალი სიგრძის გაზრდა 10 მეტრამდეა შესაძლებელი. მკლავსა და ბუმზე არსებული ჰიდრაულიკური ხაზების მეშვეობით, გარდა ციცხვისა, მომხმარებელს შეუძლია ჰიდრაულიკური ჩაქუჩით შეასრულოს სამუშაოები ისეთ შემთხვევებში, როდესაც ტრადიციული აფეთქების მეთოდი საფრთხის შემცველია დიდი ბეტონის კონსტრუქციების მგრევის დროს, შენობის დემონტაჟისა ან კლდის დაშლის შემთხვევაში. ვინაიდან ჰიდრაულიკურ ჩაქუჩს შეუძლია ადვილად გაარღვიოს მყარი მასალა, ამ ტიპის მოწყობილობა შესანიშნავია სამთო ინდუსტრიისთვისაც. ციცხვის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ზეწოლა ექსკავატორის წინა ნაწილზე მოდის. ამის დასაბალანსებლად ექსკავატორის უკანა ნაწილში გაკუთვნილია საპირწონე მასა, რომელიც თქვენს მიერ შერჩეული კონფიგურაციის მიხედვით 4-დან 5.5 ტონამდე ვარირებს. რაც მეტია საპირწონე მასა, მით უფრო მძიმე ტვირთის აწევა შეუძლია ექსკავატორს. გადავინაცვლოთ ტექნიკის კაბინაზე, სადაც ოპერატორზე მორგებული უსაფრთხოებისა და კომფორტის დეტალებზე ვისაუბრებთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკა დაცულია გადაბრუნებისა და მძიმე ტვირთის დაცემის შემთხვევაში. სხვადასხვა კონფიგურაციის მიხედვით მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 360 გრადუსიანი ხედვა მართვის პანელზე ან 4 დამოუკიდებელი კამერა, რომლის მიხედვითაც ოპერატორი სხვადასხვა რაკურსით აკონტროლებს სამუშაო არეალს. ოპერატორის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ის ფაქტიც, რომ გეგმიური მომსახურების დროს შესასრულებელი სამუშაოები მიწის დონიდან კიბეზე ასვლის გარეშე სრულდება. შესაბამისად, ყველა კომპონენტი განლაგებულია ადვილად მისადგომ წერტილებში. ამის მაგალითია გაგრილების სისტემაც, რომელიც ტექნიკის კარის გაღებისას მხოლოდ ერთი ფენით არის წარმოდგენილი და ყველა საჭირო შეხების წერტილი ერთი ხელის გაწვენაზეა ოპერატორისგან დაშორებული. ჰიდრაულიკური განყოფილებაც გაგრილების სისტემის საპირისპირო მხარეს იმავე სიმაღლეზეა განთავსებული. აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი ამ სისტემის მარტივ და მინიმალისტურ ვიზუალსაც, რაც ოპერატორს არ მისცემს დაბნევის საშუალებას. ექსკავატორების საერთო პრობლემას ხშირად წარმოადგენს ძრავის ისეთ ადგილზე განთავსება, როდესაც ზეთის შემოწმების საჭიროებისას ოპერატორს თავის საფრთხეში ჩაგდება უწევს, რომ ძრავთან მოხვდეს. 323 მოდელის შემთხვევაში კი ეს საკითხი მოგვარებულია და ხელის ერთ მოძრაობამდეა დაყვანილი. კაბინაში განთავსებული მართვის პანელი 323 მოდელის მთავარი წყაროა იმ ტექნოლოგიებთან ცდომისთვის, რომელსაც კატერპილარი მომხმარებლებს თავაზობს. ისეთ სამუშაო არეალში, სადაც წყლის მილების ან ელექტროენერგიის გაყვანილობის დაზიანების საფრთხე მაღალია, ოპერატორს შეუძლია 2D ასისტენტის საშუალებით მართვის პანელზე მიუთითოს თუ რა სიღრმეზე სურს საექსკავაციო სამუშაოების შესრულება, ხოლო დატვირთვის შემთხვევაში კი შეუზღუდოს ციცხვის აწევის სიმაღლე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ოპერატორს შეუძლია სამუშაო არეალი მოაქციოს ეგრეთ წოდებულ ვირტუალურ ყუთში, რომლის საზღვრებსაც იგი არ გასცდება.
ამასთან ერთად შესაძლებელია ციცხვის დახრილობის კონტროლიც. Caterpillar-ის ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა გავზომოთ შესრულებული სამუშაო თუ რა რაოდენობის მასა დატვირთა ექსკავატორმა კონკრეტული დროის მონაკვეთში. იმ შემთხვევაში, თუ საექსკავაციო სამუშაოების შესრულების დროს ოპერატორისთვის მნიშვნელოვანია, რომ დასატვირთი სამუშაოები არ აღემატებოდეს გარკვეულ მასას, მართვის პანელზე შეგიძლიათ მიუთითოთ შესასრულებელი სამუშაოს ზედა ზღვარი, რაც მოგცემთ საშუალებას განსაზღვროთ დარჩენილი სამუშაოს მოცულობა. გარდა აქამდე ჩამოთვლილი ტექნოლოგიური მახასიათებლებისა, Product Link-ის იგივე GPS სისტემის მეშვეობით, რომელიც ქარხნულად მოყვება 323 მოდელს, მოხმარებელს პროგრამული კოდების დახმარებით შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ტექნიკის პოტენციური დაზიანების შესახებ. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ რეჟიმში აკონტროლოთ ტექნიკის ადგილმდებარეობა, შესრულებული სამუშაოს საათები და საწვავის რაოდენობა მაღალი და დაბალი ბრუნვის გათვალისწინებით, ან ნულოვანი დატვირთვის დროს. რაც შეეხება გარანტიას, ნებისმიერი კატის ახალი ტექნიკის შეძენის შემთხვევაში გექნებათ 1 წლის განმავლობაში შეუზღუდავი მოტოსაათები. სურვილი შემთხვევაში შესაძლებელია ქარხნული გარანტიის გახანგრძლივებაც, რომლის ღირებულებაც სხვადასხვა ტიპის ტექნიკაზე სხვადასხვანაირად ანგარიშდება. ტექნიკის მოვლა შენახვის პროცესების კიდევ უფრო გასამარტივებლად, შეგიძლიათ ჩვენთან გააფორმოთ CVE ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ბორუსან კატის გუნდი გაგიწევთ ტექნიკისთვის საჭირო ყველა გეგმიურ მომსახურებას და ასევე მოგცემთ რეკომენდაციებს თუ როგორ ამუშაოთ თქვენი ტექნიკა უფრო ეფექტურად. აქვე უნდა ითქვას, რომ ბორუსან კატს ყავს მობილური სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერ წერტილში. დღეისათვის სულ ეს იყო. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგიკავშირდით აღნიშნულ ნომერზე, ან გვეწვიეთ ჩვენს ოფისებში თბილისსა და ახლა უკვე თერჯოლაში, სადაც სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას.